იღუმენი ნიკონი, ღმერთისკენ მიმავალი გზა. შარშან, ერთი ციტატა მიგითითეთ ევნატე ბრიანჩანინოვიდან. ტომი მეორე გვერდის 373, ქვემოდან მე-20 ესტრიქონი და ამის შემდგომი. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს ადგილი. მეტისმეტი მწუხარება ნუ შეგიპყრობთ, როცა საკუთარ თავში დაინახავთ ამპარტავნებასაც, ცუდმედიდობასაც, ანგარებასაც, გაღიზიანებასაც და მრისხანებასაც და სხვა ვნებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ნაყოფზე. ყოველი კაცი დაცემული არსებაა, მაგრამ ამას მხოლოდ გონებით გაცნობიერება კი არ გვარა. გულით უნდა გააცნობიეროთ და ერთხელ რომ იტირებთ ამის გამო, მერე ნიადაგ უნდა ტიროდეთ ღვთის წინაშე ლოცვისას. გაუმხილოთ მას თქვენი სიმწამყდრე, მთელი თქვენი სნეულება, ყველა თავისი სახით გამოვლინებით. აქედან აუცილებლად იშვება სხვა ადამიანებისადმი ლმობიერი დამოკიდებულება. თუმცა მრისხანების ან სხვა ვნებების აფეთქებები კიდევ დიდხანს შეიძლება გაყვეთ, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ისააკასური ამბობს, იარე იმ გზით, რომელსაც ზედა ვლენან მოსწრაფენი იგი ფერხნი წმინდათანი. საკუთარ გზას ვერ გამოიგონებ, ეს სუსტი მეცნიერებაა. ძალიან თანაგიგრძნობთ, რომ არა მარტო შინაგანად გიჭირთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გარეგნულადაც. გამაგრდით, ძალიან შორს ნუ გაიხედავთ. მადლობა შესწირეთ ღმერთს, თუ დღემ კარგად ჩაიარა. საღამოს კი მსუბუქად შეახურეთ საკუთარი თავი დღისით ჩადენილი ცოდვების გამო. გარეგანი სიზნელების გამო მეტისმეტი მწუხარება მცირედ მორწმუნეობის ნიშანია. შინაგანი სიზნელების გამო მეტისმეტი მწუხარება ამპარტავნებისა. ამ წერილს შეხედეთ არა როგორც სწავლებას, არამედ როგორც თქვენ და მით თანაგრძნობის გამოხატულებას. ალბათ უკვე იცით, რომ ათში მამაჩემი დაკრძალე. იგი ქრისტიანულად აღესრულა. სულ თლად დაჭკნა, როგორც თავად სურდა. მისი სიკვდილის შემდეგ მუდმივად სიხარულის გრძნობა ჰქონდა. ეგნატეს ბრიანჩანინოვის თანახმად ეს კარგი ნიშანია. ხანდახან მოიხსენეთ იგი. მომიტევეთ, რომ ნაწილობრივ თქვენი ზოგიერთი უსიამოვნებების მიზეზი გავხდი. 1959 წლის 29 იანვარი.